რაც შეეხება ოპოზიციას. რამდენად ადეკვატურია? აი რაღაცა ეპიზოდებში ვხედავდით, რომ ოპოზიცია ადეკვატური თუ არა ერთიანი მაინც იყო. და მთელი ეს პერიოდი მაგალითად მე ოპოზიციის დიდი ადეკვატურობა ვერ დავინახე ჩემი გულშემატკივრობის მიუხედავად, იმიტომ რომ დაწყებული ხიდა რომ მარცხის ფაქტორზე საერთოდ არასდროს უფიქრია ოპოზიციას, მე ემოციური მყისიერი რეაქციებით და ასე ახლა პოლიტიკური პროცესები არ იმართება. შემდეგ ოპოზიცია აღმოჩნდა მუდმივად უკავშირის რეჟიმში, ანუ მთლიანი მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ მან შექმნას პირობა, როდესაც ხელისუფლება უფრო იქნება უკავშირის მეორე მხარეს, აქეთ ოპოზიცია აღმოჩნდა, მაგრამ დღეს ოპოზიცია კი არა ცალკეული პარტიები არ დავასახელებ, იქაც კი სრულიად გაუგებარი სიტუაციები არის ამ შემთხვევაში. ხო, არ ვიცი რატომ მომედი ასეთი იუმორის ხასიათზე, მაგრამ სერიალის არ იყოს მომეძალა. და აი მოდი შენ მითხარი შენი მოსაზრება. აი რამდენად ადეკვატურია ოპოზიცია საიმისოდ რომ ჩვენ აი სერიოზული განწყობა გქონდეს და რაღაცა გულშემატკივრობის ფაქტორით სერიოზული იყოს ოპოზიციის მიმართ. ხო, მადლობა, იმიტომ რომ მართლა სწორი კითხვა, მე ვეთანხმებით თუნდაც ყველაფერი რაც ქართულოსნებაზე იყო საუბარი. ვერ მოხსნის ქართულოსნებას პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენს ხო ბევრი შეცდომა დაუშვით. არა მარტო იმაზე რომ არ გვიფიქრია თქვა რა მოხდება არჩევნების შემდეგ. ოკეი, შეიძლება დააბრალო იმას, რომ საბოლოო ჯამში თუნდაც ამ დათვლილი შედეგებით ოპოზიცია მაინც უფრო მეტი ხმა მიიღო და შემდეგ. მაგრამ მე მახსოვს ერთ-ერთ პირველ მოლაპარაკებაზე, როცა კითხვა დავსვით, აი ხო გამოვიდეთ პარლამენტიდან და მე რა მოხდება, პასუხი იყო, კაი ახლა დროს ეს არის. ჯერ გამოვიდეთ, ბოიკოტ შევიდეთ, მე ვნახოთ. რა ისეთ ნამდვილი ქართული პოლიტიკა შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებლო მეც ვიტყოდი, იმიტომ რომ ტაქტიკა რაში მდგომარეობს. ისე უნდა გაფუჭდეს მდგომარეობა ქვეყანაში, რომ ქართული ოცნება იძულებული გახდეს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. გავიგეთ, მაგრამ და ვაიდა არ გაფუჭდეს. ხო, ეს ვაიდა არ გაფუჭდეს ხო ცალკე ისტორიაა, მაგრამ ანუ ჩვენ გაფუჭების მოლოდინში უნდა ვიყოთ ესე. მაგრამ როგორ უნდა გამოვიდეთ, შემამორჩეულს როგორ უნდა უთხრა ეს? რომ ეხა იცით რა მე აქ წავაგე რაღაც ელჩთან ვერ გავიტანე ჩემი ან რაღაც არჩევნებზე ასე გავაკეთე ასე და არა უშავს ეხა თქვენ ისე გაბრაზდებით მალე ისე სულ მდგომარეობაში იქნებით რომ თქვენ გაბრაზებული ხალხი შემიყვანთ პარლამენტში. თუ გაბრაზება გულშემატკივარმა ოპოზიციის მხარის მიმართა, აი აქ რას ვაკეთებთ და არა ხელისუფლების მხარეს. არაერთხელ გვითქვამს მოლაპარაკების დროს რომ თუ მართლა ასე მოხდა, საერთოდ ანიშნავს რომ ჩვენ აი ეს ოპოზიციური პარტიები გავემარჯვებთ. ვინ გაიმარჯვებს? არავინ არ იცის ხომ და ასე სიტუაციაში. შეიძლება ერთმა გაიმარჯვოს, შეიძლება მეორემ, შეიძლება ახალი ვიღაც გაჩნდეს და ამიტომ ასე ცალსახად გასაგებია რომ რევოლუცია იქნება თუ აჯანყება, ეს გარკვეული უფლება ადამიანის და ხო, ანუ გასაგებია რომ რაღაც სიტუაციაში ეს შეიძლება იყოს გარდაუვალი, მაგრამ განზრახ რო ასეთ რაღაცაზე მიდიხარ, რომ ამბობ რომ არაფერი არ მაინტერესებს, მაინც ხო ეს ქვეყანა დაიმხობა თავზე ამ თავრობას და მე ვნახოთ რა გამოვა. მეგონი ეს იყო უბრალოდ შეცდომა იყო თავისი რაღაც იდეა. პოლიტიკა სად არის? აი ოპოზიციას ხშირად აქვს ხოლმე მთავარი და ერთ-ერთი საკმაოდ ანგარიშგასაწევი არგუმენტი ხელისუფლების მიმართ, რომ ხელისუფლების ქცევებში არ არის პოლიტიკა. იქ რაღაც არის კერძო ინტერესები, მათი მართვის უნარები, რაღაცა თქვა პროპაგანდისტიკა, მაგრამ არა პოლიტიკა. მოდი დავსვათ შეკითხვა ასე, ოპოზიციის ქმედებებში, აი ასეთი მიდგომებით, აქ სად არის პოლიტიკა? სად ვიგრძნოთ რომ პოლიტიკოსის გამჭრია ხონებაზე თან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ყისიერი რეაქციები პოლიტიკოსების გარეშე შეუძლია მოქალაქეებმა გამოხატონ. პოლიტიკოსის ფუნქცია რა არის ამ შემთხვევაში? თქვენ ფუნქციას კარგავთ ხელოვნურად, საიმისოდ რომ მერე ჩვენ თქვენი ფუნქცია ვერ დავინახოთ და პროცესი ისევ ჩვენ შევეხიდოთ, ასე ვთქვათ. აბსოლუტურად გეთანხმებ, იმიტომ რომ მე მგონი დიდი ნაწილი არსებული ოპოზიციის არის მიშვეული ასე კულუარული პოლიტიკის, რომელიც იქ რაღაცა შეთანხმდებიან, დაალაგდებიან და რა არის ძირითადი ფუნქცია ჩვენი, ხო, რომ გამოვიდეთ, საჯაროდ ვილაპარაკოთ, ამორჩევლას აუხსნათ, რაღაც პოზიციები, ერთმანეთი გავაკრიტიკოთ. ანუ ღია დისკუსია არის თავარი ჩვენი ინსტრუმენტი. რა გავაკეთეთ ბოლო ერთვენახევარი? ჩუმად ვისხედით ოთახებში და რაღაცაზე ვსჯელობდით. ოპოზიცია თუ განიხილავს სურვილების გარდა პოტენციურ შედეგებს, იმიტომ რომ მე განცდა მიჩნდება, რომ ოპოზიცია ჩვენ შემთხვევაში, როცა რაღაცას გეგმავს, რაღაც ქმედების კონცეფციას ქმნის, რომ უფრო სურვილებს გამოხატავს და სურვილების შემთხვევაში რეაგირებს და არა მოცემულობის, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი რაც არის, მოცემულობა ისიც რომ არც ერთ ქვეყანას არ მეულოცავს ქართული ოცნებისთვის გამარჯვება, მაგრამ ეს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, ეს პარლამენტი
კომიკურად, სასაცილოდ, იუმორით, მაგრამ აირჩევს მთავრობას, რომლებსაც ექნებათ უფლებამოსილება, მიიღონ გადაწყვეტილები და გააგრძელონ ამ ქვეყნის წარმართვა. კი, მაგრამ ხო, ეხლა შეიძლება დავარქვათ ამას სურვილები, მაგრამ საბოლოო ჯამში პრობლემა ჩვენი უფრო იყო ის, რომ იმდენად განსხვავებული ინტერესები ჰქონდა ჩვენ ზოგადად იმდენად განსხვავებული ადამიანები შევიკრიბეთ იქ. და ძალიან ნორმალურია პრინციპში, რომ განსხვავებები გვაქვს. და უნდა გქონდეს კიდეც. კი, ამის იმიტომ ხარ საცალკე პარტია. ხო, იმიტომ ამის ერთი მოთხოვნის თუ ერთი პოზიციის ქვეშ ამდენი ხანი ყოფნა, როცა შინ ძალიან ისეთ ხარი დისკუსიები იყო, სხვა პოზიციები იყო, ამან შექმნა რაღაც ისეთი ილუზია, რომ ძალიან მარტივი პოზიციები გვაქვს და მარტივად ასე ვთქვათ ვიცავ. ალექსანდრე, ბოდიშის მოხდით გეტყვი, მაგრამ ხანდახან ჟარგონით საჭიროა. ამომრჩეველს, აი ეგ ბოდიშ გამოთქვას, მაგრამ მაგარი კიდია. იმიტომ რომ მოგანიჭათ უფლებები, მოგცათ ხმა, გაიჭირვა, ასე შემდეგ შედეგების მისაღწევად. იმაზე წუწუნი, აი ჩვენ განსხვავებულები ვართ, აი ჩვენ ახლა ეს გვიჭირს, ის გვიჭირს. მე მაგალითად როგორც ამომრჩეველს და ვშიშობ რომ ბევრ სხვას საერთოდ არ აღელვებს. გვაინტერესებს რას აღწევ. ლაპარაკი ჩვენ შეგვიძლია. მაგათ უნდა ველაპარაკოთ ამორჩეულს. რო არ ველაპარაკებოდი და რო არა უხსენით, რატომ აი მათ შორის ეს პარლამენტი შეიძლება იყოს კომიკური. რატომ მაგალითად მე რო იქ დავждე რომ სავარძელზე რატომ ვერ მივაღწევ იმ შედეგს, რომელიც მე რისთვისაც მე მათ შორის სხვას მაძლევდნენ. რატომ მაგალითად მნიშვნელოვანია რომ აი რაღაც პროპორციული უბარიერო არჩევნები რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პრიბატად პლებისციტი, როცა ჩვენ საუბრობთ. რატომ სხვა პარტიას სხვა ხედვა ქონდა ამის რა გეგმები შეიძლება იყოს ამაზე არაფერი საუბარი არ არის და მე ამორჩეულთან როცა ასეთი არასწორი მოლოდინები ჩამოუყალიბდა თქვენ ახალგაზრდების განმავლობაში მე ჩამოუყალიბდათ არ არსებობს ჩამოუყალიბეთ კი ბუნებრივია ამიტომ კი ბუნებრივია ეს პოლიტიკოსები მე პასუხისმგებლობას არ ხსნი ოპოზიციისგან მედიისგან და ასე შემდეგ ეს ბუნებრივია ეს ჩვენი ბრალიც არის ახლა ვერაფერს ვერ იზამ ამას უბრალოდ გამბედაობა ჭირდებოდა ალბათ რაღაცნაირად ვიღაც გამოსულიყო და ეთქვა მაგრამ თავიდან ელჩებს დაუჯერეთ რომ ელჩმა გთხოვეს ყოველდღაში ასეთ პოზიცია იყო მე რაღაცას ჩამოყალიბდა მაგრამ მე მგონი ელჩებზე გადაეტეხვა ჯოხის ნამდვილად არ გვინტერა ახლა ესეც ძალიან ქართული ვარიანტია ბოლო ინსტანცია ვისაც ჩვენ ვენდობით მე მგონი ყველაზე დიდი შეცდომა შეიძლება იყოს რომ ახლა ჩვენ ელჩებს რაღაც უთხრათ ახლა საერთოდ ერთ არ არის მათი ვალდებულება მაინც შეგვარიგონ და კიდე მადლობა უნდა უთხრათ რომ გვეხმარებიან. გვაქვს რომ ერთმანეთს დაგვალაპარაკოს. ნამდვილად სამუშაო აღწერილობაში, როდესაც დიპლომატები ჩამოდიან საქართველოში, არ უწერიათ რომ დაალაპარაკე. ზუსტად, ამიტომ პირიქით მადლობა უნდა უთხრათ რომ გვეხმარებიან. ზოგჯერ არსებობს მოცემულობები და აი გინდა აქედან მივხვდე, გინდა აქედან მოცემულობა ასეთია. თუ ვმართავთ პროცესს, მართავთ მოცემულობას და არა უბრალოდ რაღაცა რეაქციებს ვახდენთ. გესმის? ამ წუთისათვის ასეა. დღემდე არ არის გააზრებული, შემდეგი შეხვედრაც კი, რომელიც იდეაში დღესაც კი უნდა ყოფილიყო ხელისუფლებასთან. ხელისუფლება, რომელმაც ახლა საერთოდ ნახეთ, ეს ეგრეთ წოდებული ერთ აზრ თუ ერთ პოზიციაზე მყოფი ოპოზიცია რამ მდგომარეობაში ჩააგდო არ მინდა თქვა, მაგრამ მაინც ეს არის. გამოჰყო ჯერ სუბიექტი, რომელიც ოპოზიციის ძირითად პარტნიორებს დაუპირისპირდა, ამასობაში შიგნითაც ოპოზიციაში რაღაცას დაჰყო კიდევ ნაწილები. არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციასაც არასამთავრობო აი მხოლოდ პოლიტიკურ სექტორზე მომავ ამ შემთხვევაში და რაღაცა იქ ვიღაცებს ცოტათი ეკეკლუცება ხელისუფლება, ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ პირიქით ემუქრება, რომ იქნებ რაღაცა შიდა დაპირისპირება გაგრძელდეს. არასკევს ოპოზიციამ გარკვეული არგუმენტი წარადგინა. აი ნახე რა მოხდება თუ არ შევთანხმდები. საპირისპიროდ ქართულ მოძრაობამ თავისი არგუმენტები წარადგინა. ეს ფაქტობრივად აიხა ვარ ეტაპზე, როცა ყველას თავისი არგუმენტი აქვს. შეიძლება ახლა ქართული ოცნების გადმოსახედიდან აი სვედის აი ეს რაღაც სკანდალი რაღაცნაირად მნიშვნელოვანი იყოს, ბუნებრივია მეც არ მივიჩნევ რომ ეს მნიშვნელოვანი რამ არის უბრალოდ ეს შეცდომა. ჩვენც უფრო ცუდია, უბრალოდ ეთიკური პრობლემა რომ 30 ნოემბერს ცნობილი იყო და 11-ში გავიგეთ ხოლმე. მე მგონი ეს უბრალოდ პირდაპირ პასუხისმგებლობა ამ ორგანიზაციის მენეჯმენტის, თორე თვითონ ეს შეცდომა რა საუბარია. არ მოხსნილა რომ არჩევნები არ იყო თავის კი და თვითონ ეს შეცდომა ტექნიკური, ოკეი, რა ვიცი, ეს არის კრიტიკული და არასდროს არ იყო ჩვენთვის რაღაც თავარი არგუმენტი. მე მგონი არსად არ იყო ხო გაშხრებული როგორც თავარი არგუმენტი. ხო. ამიტომ ეს არის პერიოდი გვაქვს ალბათ შემდეგ შეხვედრამდე, თუმცა ყველა მხარე თავის არგუმენტებს წარადგენს. ჩვენ ახლა ცოტა არგუმენტი გვაქვს, აი რაც თავარი გქონდა, დავდეთ მაგიდაზე. აი ასე იქნება პარლამენტი რაღაც რამდენიმე თვე. ალბათ კიდე უკეთესი იქნება თუ გავხსნით ღია დისკუსიას ერთმანეთის პოზიციებზე, არგუმენტებზე და საერთოდ რა გველის პარტიებმა საბოლოო ჯამში იმის გამო რომ რაღაც ვეჭობ რომ რიტუალის გაგრძელება შედეგი მოხდეს ქართული ოცნების ნების ქმნადობაში
როგორც ანუ მთელი აქცენტი იმაზე რომ როცა ოპოზიცია ჩახსნის სიებს და როცა ეს სამართლებრივად გაფორმდება, მერე უნდა დაიწყოს პროცესი უკვე კოლეგებს, პარტნიორებსა და ქართულ ოცნებას შორის იმისათვის რომ ერთმართველობა დაიწყოს. შეიძლება ვიღაცას ფიქრობს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ დავიწყეთ მზადებას იმ რთული პერიოდისთვის, არეულობისთვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე არ მაქვს არანაირი განცდა იმის, რომ ქართული ოცნება თუ ეხლა ვერ მიხვდება რა საფრთხის წინაშე შედგას, სამ კვირაში მიხვდება, ან რა ვიცი, მე ახალი წელი იქნება, თებერვალი დადგება და გაზაფხულზე გაჩნდება, აუ რა ცუდი ყოფილა, მოდი ახლა არჩევნები დავნიშნოთ. თუ რამე ცუდი მართლა ცუდი არ მოხდება ქვეყანაში, არანაირი არჩევნები არ დაინიშნება. ამიტომ ან საერთოდ დავმარცხდები. შეიძლება სხვადასხვანაირად ცუდი იყოს, ხო? ჩვენ გვაქვს ბევრი ცუდის გამოცდილება. ყველაზე კარგი ცუდი შეიძლება იყოს ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მაგრამ სხვა ბევრი ცუდი შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. კი, ბუნებრივია და რაც არ უნდა იყოს, აი რაღაც ძალიან ცუდი რაღაც თუ არ მოხდა, ესე იგი ჩვენ ვიქნებით რაღაც ერთი მარგინალიზირებული პოლიტიკოსები, რომლებიც საერთოდ რაიმე გეგმის რეალობის აღქმის და ამ შემდეგ ვიქნებით ქუჩაში და რაღაც მიტინგებს პერიოდულად მოვაწყობთ. ან მოვაწყობთ ან არა პანდემიის პერიოდში თუ კი ჩაიკეტება და ხალხაჭერა ნაკლები გექნება. რადგან მე არ მინდა ასეთ რაღაცებში მონაწილეობა მივიღო, ასე გაუაზრებელ პროტესტი იქნება თუ გაუაზრებელ პოლიტიკურ აქტივობაში, ჩვენ დავიწყებთ უკვე რა ვიცი ამ კვირაში ვიწყებთ ფიქრს როგორ ავაწყოთ ჩვენი შიდა ჩვენ ახლა ისეთ პრობლემები გვაქვს შიდა პარტიული და როგორ ზოგადად ავაწყოთ პარტიული აქტივობა იმისთვის რომ ამ პერიოდისთვის ვიყოთ ზად. იმიტომ რომ მე ვერ ხედავ საერთოდ რომ ოპოზიციაში გააზრებული აქვს რას ვაკეთებთ. აი როგორც მე არ ვერ ხედავ რომ ქართულ ოცნებაში აქვს გააზრებული იგივე კობახის განცხადება. მე ვფიქრობ რომ ქართულ ოცნებაში ბევრად უფრო გააზრებულ სტრატეგიას მიყვებიან ვიდრე ოპოზიციაში. შეიძლება არ დამიუღებელ, მაგრამ გააზრებულს. ამას შეიძლება დაგეთანხმოთ, უბრალოდ აშკარად ცდარია ჩემი აზრით, აშკარად უკეთესი, ყველასთვის უკეთესი შედეგი შეიძლება დადებულიყო უკვე. თუ კი ოპოზიციამ რაღაცა აი ამ ერთადერთ შედეგს რო ქართული ოცნება გაფორმდეს ერთმართველად ან რაღაცა ერთგვარი ზეწოლა მოხდეს ხელისუფლებაზე, ესეც ვერ მიაღწია, ვფიქრობ რომ ყველა პარტიას თავის სამომრჩეველთან ძალიან გაუჭირდება ურთიერთობა. მით უმეტეს ახალგაზრდა პარტიებს კიდევ უფრო ფრთხილი ურთიერთობა აქვს, იმიტომ რომ თქვა აი როგორც ნაციონალურ მოძრაობას ყავს ძალიან უკვე ერთგული ამომრჩეველი, ეს ჯერ ახალგაზრდა პარტიებს ნაკლებად. მე ფაქტობრივად სად მივედით, რომ ქართული ოცნება მე 8 წელია უკვე ხო, მე 9 წელი დაიწყება როცა ძალაუფლებაშია და ჯერ კიდევ ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას. და ნაციონალურ მოძრაობის ახლა თავარი მესიჯი არის რომ ებრძვის ქართულ ოცნებას და ამ ორ მესიჯს შორის ვარ ჩვენ. ანუ ყველა სხვანაირი დისკუსია, სხვა ტიპის მიზნის დასახვა უკვე ვიღაცა გაჩნდა მათ შორის და აი ახლა ეგ არის ზუსტად თემა რომ ამ ახალმა პარტიებმა არ გადააყოლოს რომ აწყობდეს სამორდით პარტიას ეს მოცემულობა ესეც ხო ხედავთ რომ არ არის კონკურენციაში შემოდიან რაღაცა აი ეს ორპოლუსიანობა დარჩეს, იმიტომ რომ გრძელვადიანში სავარაუდოდ იმ შედეგს დადებს, რაც საბაზრო პრინციპით შეხედებ, არის ორი მონოპოლისტი იყო პოლიტიკურ ბაზარზე, გაჩნდა ჯეჯო მცირე ბაზრის თანამონაწილეები, მაგრამ უკვე კონკურენტუნარიანები და ახლა რომელ კონკურენტს მოეწონება ეს? ეს სრულიად ლოგიკური პროცესია. შეიძლება არ იყოს სასურველი, მაგრამ ლოგიკური პროცესია. შემდეგ გაჩენილ რომ გავალთ 5%-იანი ბარიერით. იქ დამთავრდება ალბათ მთელი ეს დიდი ნაწილი პატრა პარტიების ისტორია. ხო. ამიტომაც აი თუ მიდის ახლა მსჯელობა იმაზე რომ ეს ასე არ იყოს. ან რატო არ ელაპარაკეთ, რო გიყვართ გირჩევს ლაპარაკი, აუნჩევლთან საუბარი. რატო არ ვილაპარაკეთ, ბოლო დროს ლაპარაკოთ. ბოლო დროს ჩვენ გაგვიჩინეთ გაკვეული სურვილები და იმის იქით არ უსმენთ არაფერს. მე თქვა სპეციალისტი ვარ და იძულებული ვარ მოვსმინო, მაგრამ სტანდარტული სამომრჩევლო ფსიქოლოგიით რომ შევხედოთ, ხო? იმის იქით აღარ ვიხედებით ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ რაღაც მიზნამდე და გიყურებთ იმ მიზნამდე, რაც ჩვენ შემოგვტენეთ ამ მომრჩევლებს. როგორ მიდიხართ? ახლა უცებ გეუბნებით, რომ იქ რაღაცა იცი გაჩნდა თემები. სასახა შეცდომა იყო. გეთანხმები. ანუ ის რაც გავაკეთეთ არჩევნების შემდეგ, ის როგორც წარიმართა კომუნიკაცია ამორჩევლთან იყო შეცდომა. ჩვენი მხრიდან შეცდომა იყო ზოგადად ოპოზიციისგან და მათ შორის ახლა ჩვენს რო ვიცაუბროთ და ჩემზე და ჩვენ პარტიაზე, გამბედაობა არავის არ იყო საბოლოო ჯამში, იმისთვის რომ გამოსულიყო და ღიად ელაპარაკა. ალეკოლის საშუალო თქვა, მიუხედავად დაიწყო ამაზე დისკუსია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა, მას არ შეეშინდა ეს თქვა და ნახეთ რა რეაქცია მოყვა ოპოზიციურ სპექტრში ზოგადად და მედიაში. და ამიტომ აი ეს შიში იქნება თუ მუქარა სხვა ოპოზიციურ მხრიდან რომ ასე არ შეიძლება და ასე შემდეგ, გამოიწვიეს რომ მართლა არასდროს მოვიქეცით. უდავოა, მამაში გადახვევით ჩვენ არ შეღავათ სამაძლევს ახლა ეგ ახი არა. კი, ვიცი. დაბარაღას თორვაღია. არა, მე ვითხოვ იმას რომ რეალურად რაღაცა პროცესის ნაწილი გახდეთ, იმიტომ რომ რაღაც მაჩანჩალას რეჟიმი, ბიზნეს უყარს ეს ტერმინი მე ვაბადეთ, მაგრამ მაჩანჩალას რეჟიმში არ გადავიდეს ოპოზიცია.
ჩვენ ეს ნაკლებად გვეშინია ზუსტად რომ ჩვენ გვაქვს წარმოიდგინე როგორ ვიარსებობთ პარლამენტის გარეშე, იმიტომ რომ ისედაც ვარსებობდით. მეორე საკითხია რომ ზოგადად ჩვენ თუ ფიქრობთ რომ ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პარლამენტი. პარასკევის ამბავი ხო არ არის თუ კაცისა და ძეხვის. არა, დარწმუნებული ხარ? არა, პოლიტიკური პარტია რომელიც არჩევნებში იღებდით მონაწილეობას, იმიტომ რომ გაიმარჯვოთ თქვენი სხვა თქვა. არა, ამას გქონდა ხო ობიექტური მიზეზები ეს ხო არ არის აკუატება ყველა პარლამენტში შესulis სურვილით იღებს პროცესში მონაწილეობა. ჩვენთან არ მოდიან და მათ ვერ ვესაუბრები მთელი ეჭემ კრიტიკული. არა, ისეც ნუ მოახსენე ხარ, ყველაფერი ჩვენი ბრალია. ნამდვილად ჩახლართული ვითარება. ძალიან